მივესალმები გამას მაყურებელს. დღეს გამა გრეპლინგი მორიგი ბრწყინვალე საღამოთი გიბრუნდება გამა ფაითოლში. ვიცი დღეს ბევრი მემელოდებოდა რაშგარჩის და შორტებით, თუმცა ლაშაროინიშვილი წავიდა ეგვიპტეში და სამწუხაროდ ჩემს წინაობას ვეღარ იხილავ. თუმცა გული არ დაგწყდეთ, გვექნება ძალიან მაგარი დაპირისპირებები ახალბედების. პირველად გამას მის ერთმანეთს მანდილოსნების დაუპირისპირდებიან და გვექნება გუნდური დაპირისპირება Warriors და გიმნაზიას შორის. სანამ გადავალთ წყვილებზე, გამოაცხადებ მსაჯებს დღევანდელი საღამოს გიორგი ბეგაძე, მარიამ გოგიშვილი და მთავარი მსაჯი საბა ბეგაძე. გადავიდეთ წყვილებზე. პირველი წყვილი გვეყოლება დებიუტანტები გამა პიჩში და გამას პიჩზე ვიწვევ დებიუტანტს დადა კიკვაძე. და დღეს დათას დაუპირისპირდება ასევე დებიუტანტი ლუკა ღვინჯილია. მოგესალმებით მეგობრებო, გამა გრაპლინგი ბრუნდება. მე ვარ თემო მამაცაშვილი. ამ ეტაპზე მარტო ველოდებით გიორგი ბუჩუხურს და დღე გაიხსნება, საღამო გაიხსნება ახალგაზრდების შეჯიბრით დათა კიკვაძე ლუკა ღვინჯილიას წინააღმდეგ. დათა ეგრევე გარს ჭიმავს, არ იწყებს ჭიდაობას. დაჟდა სითით გარჩი, მжდომიარი გარჩი და შეეცდება რომ რაღაც კონტაქტი მოახდინოს ღვინჯილიასთან და ბუნებრივია ღვინჯილია შეეცდება რომ თავისი ფასინგი აამუშაოს და რაიმე ხელსაყრელი პოზიცია მოიპოვოს დათას წინააღმდეგ. დელა ჰივასტელობა ქონდა ეხა დათას, შევიდა ფეხებზე და შეტევას თილობს. ხა ნიბარის საშუალება აქვს და თუ გაუჭიმა შეიძლება კარგი შეტევის საშუალება ქონდეს. და ეთკივა ეხა საკმაოდ და შესაძლოა დანებდეს კიდევაც ლუკას. ბოლომდე ვერ მოახერხა კარგი ზეწოლის დადება დათამ. თუმცა კარგი შეტევა ქონდა საკმაოდ ღრმა, მაგრამ კარგად მოახერხა დაცვა თავის ღვინჯილიამ. კიკვაძემ ჩაკეტა close guard-ში შეიყვანა ღვინჯილია. ჯერჯერობით ფასინგით საფრთხეს ვერ უქმნის ლუკა დათას. ხა შეტევაზე ხელზე გადადის დათა. აქ ახლა კარგი შანსი აქვს რომ შეუტევს ხელზე, თუმცა ისევ დაიცვა თავი ღვინჯილიამ.
საკმაოდ ღრმა შეტევებს გადაურჩა ეხა ვინჯილია. თითქოს იყო რაღაც მომენტები, სადაც ფიქრობდა, რომ დანებებული იყო, მაგრამ გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ ებრძოლა ბოლომდე და გამოიგო ამას შედეგი. ოც არის ესეთი რაღაც ვიწრო ხაზი, როდესაც ხარ საბმიშენში დანებებასა და არ დანებებას შორის და ნუ პოტენციურად უკვე ვიხილეთ, რომ არ დანებებასაც აქვს პოტენციურად თავის შედეგები და საკმაოდ მძიმეც. ეხლა ბატერფლაის პოზიცია მისამ საჯმა კიკვაძეს, იმიტომ რომ რეალურად ვინჯილია ერიდებოდა გარჩი შესვლას. ეხლა straight foot lock-ზე შეტევაცა და თუმცა მარტივად დაიცვა დათამ. ყველანაირ კონტაქტზე გაურბის ვინჯილია. არ ცდილობს რეალურად იმუშაოს გაცდენაზე. ანუ მისი საქმეც არის ბუნებრივია რომ რაიმე შექმნას. რა თქმა უნდა დათამაც უნდა შეეცადოს რომ იპოვოს კონტაქტი, მაგრამ ეს არის გრაპლინგი და აქ გვინდა ვიხილოთ ორივე მხრიდან მუშაობა. გასტენის სტელობა ეხა ბაგი ჩოუგზე უტევდა დათა. ვიში კონტროლი ჰაიგარდი და ზურგის აღების შანსი აქვს ეხა დათას. სავარაუდოდ აუგებს კიდევაც, თუმცა 9 წამი რჩება. და ნუ ეს უკვე გარანტირებულად მისთვის შეტევის საშუალება იქნება ოვერთაიმში. ის პოზიცია რომელიც თავისი თვალი დაიმსახურა გამარჯვებული ანხავ დავალოს საჯების განაწყვეტილებას ვის მისცემენ უპირატესობას. უპირატესობა მიიღო დათა კიკვაძემ და ის მიიღებს უპირატეს პოზიციას. როგორც სტრატეგია იქონდა ვინჯილიას რომ ოვერთაიმში გადაეყვანა ბრძოლა. სამკუთხედი შეკრა ეხლა ნუ ნაწილობრივ ბოლომდე არ აქვს შეკრული კიკვაძე, ცდილობს შეკრას. და უნდა იმუშაოს დათამ რომ იპოვოს მახრჩობელა. არბაზეცა შეტევა რას ტაქტიკურად არ არის სწორი გადაწყვეტილება. როდესაც ბევრი დრო არის დარჩენილი.
გამოძრა კარგად დათა, თუმცა იქ იყო რაღაც მომენტი, რომ კისერზე ხელი სანამ მოუჭდა. სამბიშენი არ იქნება, არ დასრულდება ეს მატჩი, ახლა ისევ დათა კიკვაძე მიიღებს უპირატესობას. კარი სამკუთხედი აქვს დათას კონტროლისთვის შესაბამისად კარგი პლაცდარმი აქვს და ეხლა ვნახოთ შეძლებს თუ არა ის შეტევას. არასწორად, ანუ ცუდ ხარეს აქვს სამკუთხედი, ან ფეხები უნდა შეცვალოს, ან შეეცადოს, რომ გადმოატრიალოს დათა, იმიტომ რომ რეალურად როდესაც კვანძი სამკუთხედის ქვევით არის, ზეწოლა ნაკლები არის სამკუთხედიდან ოპონენტზე. ეხლა გადმოიტანა სამკუთხედი, როგორც ხედავთ დათამ. მაგრამ კისერზე ჯერჯერობით ვერ მუშაობს. ხელზე შეუტევს სავარაუდოდ ისევ. ეს უფრო სწორია ბოლო წამებზე. ლავერ ნახეთ სამბიშენი და ახლა ისევ ლუკა გვინჯილია აიღებს ზურგს. პირველ რიგში ხელებს უნდა მიაქციოს ყურადღება დათამ. არ შეიძლება ხელების ესე მიტოვება. მოახერხა მაინც ჩატრიალება, მაგრამ სარისკო თამაში თამაშობს ახლა დათა. მარტივად გამოდის და გრძელდება შენი შეხვედრა, ამდენად უფლება ეკნევათ, რომ სპაიდერვებიდან დაიწყოს შეხვედრა. აპლოდისმენტები ბიჭებს. როგორც ახსენეს, სპაიდერვებიდან იწყებენ, ეგრეთ წოდებული სპაიდერვები არის არმბარის პოზიცია, აქედან შეეცდება, რომ გაუხსნას ხელი და მარტივი საბმიშენი კიკვაძის შესრულებით. ამ ძალიან დაძაბულ ბრძოლაში არმბარით გამარჯვებულია დათა კიკვაძე. საღამოს პირველი გამარჯვებული დათა კიკვაძე. დათა გილოსა წინვალი გამარჯვება იყო, ბევრი შეტევა ჰქონდა, ნიბარი, შემდეგ ისევ არმბარზე ყავა დაჭერილი, ძალიან გაიწელა. მოგვიყევი როგორი იყო შენი გზნობები. იწნეხებოდი თუ არა, რომ ვერა და ვერ ახერხები დამარცხებას. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი პერფორმანსით აქ. დიდ მადლობას გადავუხდი ჩემ გუნდის მწვრთნელს გიორგი ხინჩაკაშვილს. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მეხმარებოდით მომზადებაში და მართლა ძალიან კარგი ბიჭია ლუკა. დიდ პატივს ვცემ მას და მადლობა თქვენ ესე ვთქვათ ამ შესაძლებლობისთვის რომ ეჭიდავა აქ. ვინმე ხო არ გინდა მომავალში გამოიწვიო, ვინმე სახელი ხო არ ყავ ხედველობაში. მე ჩემი გამოწვევა უკვე დავაფიქსირე პრეს კონფერენციაზე და შესაბამისად შემდეგ ივენტზე ველოდები ემირ რახიმოვს. ემირ რახიმოვს იწვევს დათა კიკვაძე. გავაცილოთ წინვალე პერფორმანსი დათა კიკვაძე. ლუკას უნდა რაღაც ითქვა მეგობრებო. მოგესალმებით მეგობრებო. მადლობას გიხდით ყველას აქ მობრძანებისათვის. მინდა დიდი პატივისცემით
გავაცილო ჩემი მოწინააღმდეგე, უბრალოდ ეს ჭიდაობა არ იყო რეალურად ჩემ ზონაში. მე ვარ 62 კილო, ის კი 65 კილოც არ არის. ამიტომ მინდა გამოვიწიო ალექსეი და განახოთ რეალურად რა შემილია 62 კილოში. მადლობა. გავაცილოთ ლუკა ღვინძილია. პრელიმებს. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, ამჯერად უკვე თქვენთვის ნანახი არადებიუტანტი მებრძოლი გამყვა გამასპიძე და გამასპიძე ვიწევ ლას სამურაის გუნდის წევრს სოსო შარიბაშვილი. და დღეს სოსოს დაუპირისპირდება დებიუტანტი გამასპიძე Black Eagle BJJ-ის წარმომადგენელი ლუკა ოსიაშვილი. აქტიური დასაწყისი ბრძოლის შარიპაშვილი აქტიურად ცდილობს რომ შეუტიოს ოპონენტს. როგორც ხედავთ, ფეხზე დაბრუნდა ბრძოლა და ორივე ოპონენტი შეეცდება ერთმანეთის გაკონტროლებას. ახლა ცდილობს რეალურად შარიპაშვილმა შეეკრას ოსიაშვილს. შექმნა მომენტი და გადავიდნენ ფულგარდში არის ახლა ოსიაშვილი. ნახოთ შეძლებს თუ არა გარდის გახსნას შარიპაშვილი და შეძლებს თუ არა ოსიაშვილი რომ რაიმე შექმნას კლოუზ გარდიდან. ჯერჯერობით ვერც ერთი ვერ ახერხებს გახსნა კიდევაც შარიპაშვილმა გარდი და შეეცდება რომ გაცდეს ახლა მაგრამ კარგი რითენ შემიაჩვენა, კარგად დაიბრუნა გარდი ოსიაშვილმა. თუმცა დაღლილობა მართლაც რომ ეტყობა ოსიაშვილს და ესეც თუ ნაცნობრივ ამის შედეგი არის, ახლა შეიძლება გაცდენ გარდს. აი ზურგის აღების საშუალება აქვს ახლა შარიპაშვილს.
მოახერხა გარდის გაცდენა, ხელის ბიცეპსის იზოლირებას ცდილობს ახლა მუხლით. ბაგი ჩოუკის ცდილობა ჰქონდა, ანუ ბაგი ჩოუკისლად არას გარდის დაბრუნების მაუნდზე დააშდა ახლა სოსო. ნორსაუს ჩოუკის ცდილობა აქვს შარიპაშვილს და დანებდა ახლა ოსიაშვილი და თქვენი გამარჯვებული ოსო შარიპაშვილი. ამ ბრძოლაში ნორსაუს ჩოუკით გამარჯვებულია სოსო შარიპაშვილი. უკაოს გაშვილები გავაცინოთ გამასპინდი და მწყინვალე ბრძოლისთვის. სოსო შენ დაგვპირდი და გვითხარი რომ ყველა მიცით რომ მე ფიზიკურად ძლიერი ვარ, მაგრამ ამჯერად გაჩვენებთ რომ ტექნიკურადაც კარგი ვარო. რამდენად კმაყოფილი ხარ შენი პერფორმანსით დღეს? არც თუ ისე კმაყოფილი, მინდა გითხრათ. უფრო კარგად მოვემზადები შემდეგში. მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც მოვიდა ჩემს საგუშალ ადგილად. კარგი სანახაობა აშკარად იყო. ტექნიკაც ვაჩვენე. ასე თუ ისე პოზიციები ვცვალე. ამიტომაც გამოჩნდა რომ ტექნიკური ვარ. ჩემი შემდეგი გამოჩენას გამას რინგზე ნებისმიერ ბოტოქს სამზად ვარ. იყოს 80 კილო, 85 მზად ვარ. გავაცილოთ მეგობრებო, მწყინვალე პერფორმანსი სოსო შარიპაშვილი. ახლა კი მეგობრებო, წინ გველოდება ძალიან საინტერესო დაპირისპირება ახალ ბედებს შორის და გამას პიძა ვიწევთ დებიუტანტს, ლეგიონის გუნდის წევრს კოტე ხლონტი. კოტეს კი თქვენთვის კარგად ნაცნობი, თუმცა ასევე ახალგაზრდა ლა სამურაის გუნდის წევრი დაუპირისპირდება გიორგი პავლიაშვილი. Do it like that. 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 ძალიან საინტერესო მატჩი უნდა ვიხილოთ წესით და რიგით. კოტე დებიუტანტია, მაგრამ საკმაოდ გამოცდილია. გიორგი კი არ არის უკვე დებიუტანტი. გამაში ხა იმინარი როლით შევიდა ფეხზე. საკმაოდ მარტივად შევიდა, თითქოს კოტე არ ელოდებოდა. ხა უნდა ადგეს სწორად ეუნებიან, წონა უნდა დაადოს ფეხს და ნელ-ნელა უნდა შეეცადოს რომ ფეხები გახსნას კოტემ. ეხ შანსი ექნება რომ ზურგზე შეუტიოს კოტეს. და ეს ხელი საკუთხედი კოტეს შესრულებით, თუმცა გადმოატრიალა პავლიაშვილმა და ეხა კოტეს გარჩი ვართ.
გარდი აქვს, ეხლა და ხელზე აქვს შანსი რომ შეუტიოს კონტეს. ხა შეტევა, თუმცა კაი ტანის კონტროლი არა აქვს და გამოუძრა, ეხლა ისევ ფეხზე უტევს. პირიქით შიგნითო შევიდეს ეხლა კონტე, მაგრამ დაიწყო თავი კარგად, გამოძრა და ეხლა გაცდენის საშუალება იქნება. კონტე საკმაოდ კაი ფასინგი აქვს, ნახოთ ეხლა რას წარმოადგენს პავლეაშვილის გარდი. ხელზე შეტევას ცდილობდა პირდაპირ კონტე გადასვლოს არბარზე ფასიდან. მოცელა ეხა გიორგი კონტი და ჰავგარდში არის ხა თუნდაც უნდა იყოს მაჩობელებზე. დარს უტევს ეხა პავლეაშვილი. სტილოსო წამოდგეს კონტე და შეუტიოს ზურგზე და ეგრეც აკეთებს ზუსტად. ძალიან არაკონვენციურ თოხოლზე უტევს ეხლა. მაგრამ ზურგზე მისდევს ეხლა კონტე, კისერზე უნდა შეუტიოს ეხლა, თუმცა ჩაუტრიალდა. პავლეაშვილი ისევ ფეხს ეძებს, კონტე ისევ ზურგს ეძებს. ძალიან ღრმად ტოვებდა გლონტი ხა ფეხებს. როგორც ვთქვი, ეს რიმატჩი იყო. ამჯერად 1-1 არის მათ შორის, ალბათ მრავალს ვიხილავთ მომავალში. კარგი თოჰოლდის შეტევა ქონდა. ამ ზონაში სწორ ფეხზე თოჰოლდით მოახერხა. გამარჯვებულია გიორგი პავლეაშვილი. კონტე კი გავასწოროთ აპლოდისმენტებით, წინვალე შეხვედრა იყო. პირველში გილოცავ გიორგი, ძალიან სანახაობრივი შეხვედრა იყო და მინდა მითხრა, რამდენად პრინციპული იყო ეს შეხვედრა შენთვის, იმიტომ რომ ერთხელ მარცხი ქონდა განცდილი კონტესტთან. გავარჯობთ, მივესალმებით პირველ რიგში გამას მაყურებელს. პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩემი მეტოქის მიმართ. ეს შეხვედრა მინდოდა რომ რაც შეიძლება ადრე დამთავრებინა, იმიტომ რომ რამოდენიმე დღის წინ ხელზე მყესი დავიზიანე და რა ვიცი რა, ნამდვილად კარგი პერფორმანსი დადო, ძალიან ტექნიკური ბიჭია და რა ვიცი. გილოცავ წინვალე პერფორმანსი, გავასწილოთ გიორგი პავლეაშვილი. ახლა კი მეგობრებო, წინვალე პრელი ფაითების შემდეგ გადავდივართ გუნდურ დაპირისპირებაზე გიმნაზია ვორიორსის წინააღმდეგ. პირველად პიტზა ვიხმობ გიმნაზიის წარმომადგენლებს. მივასალმოთ ლაშა ვაშაომიძე, გუნდების ჯახი გიმნაზია ვორიორსის შემდეგ ამას მიზა ვიხმობ ემირ რახიმოვი. შემდეგი გამასპიცე გამოვა გამაგრეპლინგის მაყურებლისთვის ძალიან ცნობილი გრეპლერი ორხან რახიმოვი.
შემდეგი დებიუტანტი გამა სპიძე, მაგრამ არა გამა გრეპლინგისთვის. ყავისფერი კამარი MD ედაევი. ხო, ბოლოს კი ვიწევ გუნდის კაპიტანს, ყავისფერ კამარს, მივესალმოთ პაվել საიცევი. ახლა კი გამასპიძე გამოვენ Warriors-ის გრეპლერები. მივესალმოთ პირველი მონაწილე რომა შოშიშვილი. შემდეგ გამასპიძე ვიწევ მივესალმოთ ლუკა ხელაია. შემდეგი ამასპიძე გამოვა მიშო გიგლემიანი. შემდეგი მონაწილე ლერი ბიცხელიანი. ბოლოს კი პიძე ვიწევ მივესალმოთ გუნდის კაპიტანს მანუჩარ კვასილოვა. ყველანი აქ არიან, ახლა კი მოდი დაუპირისპირდნენ გუნდები ერთმანეთს. ახლა კაპიტნებს ვიწევ ჩემთან მომგზავრდნენ პაველი და მანუჩარი. გავარკვიოთ ვინ დაიწყებს. მანუჩარ შენ იქნები საბასური, აუ შენ იქნები გერბი. პაველი ირჩევს. პაվել ვინ გამოვა პირველი? Who's gonna be first? რახიმო. ხო, ვინ დაუპირისპირდა ემირს? მე დავიწყებ. თვითონ კაპიტანი მანუშარ კვასილოვა ემირ რახიმოვის წინააღმდეგ. ახალგაზრდა თაობა ვეტერანის წინააღმდეგ. ემირ რახიმოვი მანუჩარ კვასილოვას წინააღმდეგ. ეგრევე გარჩი ჩავიდა ემირი ბუნებრივია, დაიწყებს ქოვიდა მუშაობას, საკმაოდ კაი გარტი აქვს. ნახოთ შეძლებს თუ არა მანუჩარო დაადოს ზეწოლა და გაცდეს ემირის გარც.
სტილოს შეტევებს ახიმოვი სტილოს ცენტრის დარღვევას ვაშილავასთვის რაც საშუალებას მიცემს პოტენციურად არბარ შეუტიოს ან სამკუთხედს, მაგრამ დაიბრუნა პოზიცია ვაშილავამ და ჯერჯერობით უსაფრთხოდ არის. ახლა ეგრეთ წოდებული mission control-ი და reverse სამკუთხედს ცდილობდა, მაგრამ არ მიცემს ამის საშუალება მანუჩარმა. შეახტა ახლა გილოტინაზე რახიმოვი ისევ მარტივად დაიცვა კვაშილავამ. აი ახლა სამკუთხედზე თუმცა ორივე ხელი შიგნით არის, მაგრამ ძელი ფეხები აქვს რახიმოვს და შესაბამისად აქვს შანსი რომ ჩაკეტოს და აქედან მერე ხელებზე შეუტიოს და ორმაგი დილემა შეუქმნას. მაინც ზედმეტი ანუ მეორე ხელი ხელს უშლის, ახლა ბუნებრივია სამიშეს დასრულებაში ბოლომდე კარგად ვერ კრავს და ვერ ახერხებს პოზიციის მაქსიმალურად გამოყენებას. ნახოთ ახლა ხელი გაუჭიმა, აქვს შანსი რომ ანბარი დაასრულოს, მაგრამ გამოძრა განუჩარი. თუმცა ძალიან კარგი შეტევები ქონდა რახიმოვს და შესაბამისად აქტივში ჩაეწერება ბუნებრივია ეს. ჯერჯერობით გასწიას ვერ ახერხებს მანუჩარი, თუმცა ცადა პირველად ყველაზე კარგი მცდელობა ეხა ქონდა, მაგრამ მარტივად მოახერხა რახიმოვა გარდის დაბრუნება, რადგან არ ქონდა კარგი ზეწოლის პოზიცია ჯერჯერობით მანუჩარს და ეხლა ისეთ სიტით გარში, ბატერფლაი გარში უზის ემირს. ჯერჯერობით ბერს ვერაფერს ვერ უპირისპირებს კვაშილავა. გიმონატრებზე შეუტევს ახლა, მაგრამ ვერ მოახერხა ფეხის ბოლომდე გადმოტანა. ცდილობს რახიმოვი რომ შექმნას რამე, მაგრამ შეკრული არის კვაშილავა და ამ ეტაპზე გარდის გაცნასაც არ ცდილობს. დღეს უკვე მეორედ ხედავთ რეალურად იმ სტრატეგიას, რომ ოვერთაიმში აწყობთ გადასვლა და უკვე იქ ბრძოლა.
ოჭიდავებს გრეპლერებს. თუმცა ბუნებრივია 99% სიარა რაკიმოვი იღებს სამიშენი ვერ ნახეთ ერთეულების გამარჯვებული ახლავს დავაოდოთ საჯების გადაწყვეტილებას. საჯების გადაწყვეტილებით უპირესობა მოიპოვა ემირ რახიმოვმა. ის დაიწყებს უპირატესი პოზიციიდან. ბუნებრივია ესეც მოხდა და შეუტევს ახლა ემირ რახიმოვი. მარტივად შეუკრა ტანის სამკუთხედი, ხა რაც კარგი კონტროლის საშუალება არის, მაგრამ ხანდახან რასაც ვხედავ, ზოგადად ხდება ხოლმე რომ ეს ურთულეს მერიკისეზე შეტევას, განსაკუთრებით დაბალ ასე ვთქვათ, მასზე დაბალ ოპონენტთან ხალხს როგორც ხედავთ, ხა საკმაოდ ქვევით არის. ვაშილავას თავი შესაბამისად კისერი და რთულია ხოლმე ხშირად რომ კარგად შეკრა ხელები და შეუტიოთ ან როდესაც ყავს ადამიანი ვინც იცის მეტნაკლებად კარგად დაცვა. ხუთი წამირჩება ახლა და სავარაუდოდ უკვე ვაშილავას მიეცემა შეტევის პრივილეგია. და გამასწრებით მიხედვით ორივე მებრძოლი დატოვებს გამასპირიც. ახლა ორიორთის კაპიტანი გვეტყვის ვინ გამოვა შემდეგი პიტზე. გამასპირცე შემოვა მიშო გიგლემიანი და ვინ დაუპირისპირდება ამას ახლა გავიგებ. MD ედაევის წინააღმდეგ. დიდი ბოზი ჩემგან ისო სუპერ ფაითების ციკლში ვიყავი დარჩენილიდან ბუნებრივია ორივე გავარდა, რადგან ამ შემთხვევაში გუნდურ ეტაპზე მხოლოდ პრივილეგია გამარჯვებულს ეძლევა, ვისაც უპირატესობა ჰქონდა. ახალი წყვილი მივიღეთ ედაევი გიგლემიანის წინააღმდეგ. ედაევი უკვე დიდი ხანი საქართველოში ცხოვრობს, წარმოშობით ჩეჩნეთიდან არის და საკმაოდ აქვს გამოცდილება ტურნირებზე მონაწილეობის. სუპერ ფაითებშიც გამაშს აქვს მიღებული მონაწილეობა, ასევე გიგლემიანის კონკრეტულად გრაპლინგის კუთხით ბევრი რამ არ ვიცით. ფეხზე კარგად შეუტია ნიბარზე. პირველი სამიშენი ედაევი შესრულებით და მარტივი საკმაოდ სწრაფი სამიშენი. მიშოს მაგივრად კაპიტანი გვეტყვის. ამჯერად MD ედაევის დაუპირისპირდება ლუკა ხელაია.
ერთი დიდი პლუს ედაევს ის არის რომ არ დაიღალა პრაქტიკულად და ეხლა ხელაიასთან დიდი ალბათობით მაქსიმალური ძალებით შედარებით იქნება ვიდრე ეს სტანდარტულად ხდება ხოლმე თუმცა საკმაოდ რთულია ზედიზედ მაშინ და მაშინზე გადასვლა რადგან არანაირი დასვენების საშუალება პრაქტიკულად არ გეძლევა სადმო ვიცა პოზიცია ედაევს ბატერფლაი გარდი მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გამოიყენა ჯერ ეხლა სწრაფ პასინგს თილოს სტრაფასტილოს რო გაცდეს ეხლა ხელაია მოძრაობით ედაევს და ამით დაღალოს ტექნიკურად რა თქმა უნდა გაუჭირდება მუშაობა ეხა ისევ აქვს ედაევს შანსი რომ შეუტიოს ფეხებს აწია ისევ გადაატარებს და დანებდა ისევ კიდევ ერთი მედლოკი ზედიზედ ორი ჰილუკი ვიშევა MD ედაევთან straight heel hook გაუკვეთა რომა ჩოშკვილი ეჯობ გარე heel hook straight ashis პოზიციიდან ჰავგარდნა კარგად შედის ფეხში, დიპ ჰავგარდნა კარგად გადადის ახლა საპირისპირო ფეხზე ედაევი. კარგი ნირიფის პოზიციაში შედის ხოლმე და უკვე მარტივად მერე იქიდან იღებს ჰილჰუკებს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეს საშუალება ჩოჩიშვილმა რომ აი ისევ გადავიდა ფეხზე. და ახლა ნიბარის შანსი არის რომ ფეხი გაუშალოს. ან ისევ ჰილჰუკზე შეუტევს სავარაუდოდ ედაევი. მაგრამ დაიცვა თავი ჩოჩიშვილმა, კარგად მოახდინა ზეწოლა. დაიბრუნა დაბრუნდა ფაზი პოზიციაში, თუმცა ახლა ცუდად ჩატოვა ფეხი და საშიშროებას შეიძლება შეიქმნას, მაგრამ დაიცვა ისევ. აი როგორც ხედავთ, საპირისპირო ფეხს კარგად გადადის ჰავგარდიდან. საშუალო ეგრე შეუტია ოლივეირამ თოფურიას, მაგრამ ნუ ბუნებრივია თოფურიამ დაიცვა ეგ შეტევა, საკმაოდ კონვენციური შეტევა არის, ხა 3 quarter mount-ში არის და ზურგის აღების საშუალება ექნება ჩოჩიშვილს. რეალურად ეხა აქ შეიძლება ისე მოხდეს, რომ აი დანებდა. ჩოჩიშვილი პირველი გამარჯვება ორიორსიდან. მის მამიდოდა რომ პროგრამა მაქსიმუმად ალბათ გიმნაზიის შემდეგი გუნდის წევრი ედაევსგან უკვე ესე წავიდა ბრძოლა, რომ დამჩენილი მეტოქე იქნება ორხან რახიმოვი. თავისთან ერთად, მაგრამ ვერ მოახერხა და რომა ჩოჩიშვილი ორხან რახიმოვის წინააღმდეგ. როგორც ხედავთ, ორხანს ფულგარდში ყავს, უნდა რომ დაანელოს ჩოჩიშვილი სლემი, თუმცა არ შეიძლება ეგეთი სლემი მარტო სამიშენებიდან შეიძლება.
რეფერიმ გააფრთხილა. გილოტინაზე უტევს ხა ორხანი, ნახოთ ჩაკეტავს თუ არა ხელებს კარგად. აი ეს კი შეიძლება ეხა, თუმცა ამას შეიძლება უფრო მჭიდრო გახადოს საბმიშენი. უძლებს და გამოვიდა ეხა რომა. ხელის იზოლირებას თავს ახიმოვი, მაგრამ მზად არის ამისთვის ჩოჩიშვილი. კარგად შექმნა კუთხე ხა გარდიდან ორხანმა, რაც პოტენციურად შეიძლება შეტევის პლასდან მიგახდეს. გარდის შიგნიდან უტევს ამერიკანაზე ორხანს, რაც ძალიან რთული არის რა იღო გამოცდილი ხალხის წინააღმდეგ. და ნუ ალბათ იშვიათ შემთხვევებში ძალიან დიდი ძალის განსხვავება უნდა იყოს, რომ გამოგივიდეს. ეხლა რომა უნდა ფიქრობდეს გარდის გახსნაზე და გაცდენაზე. გასწორდეს ხა? გასწორდეს, მაგრამ ყურადღებით უნდა იყოს, რომ ფეხზე არ შევიდეს. ორხანი რადგან სივრცე იქნება. გრიფებს ყურადღება უნდა აუცილებლად, კაი შანსი აქვს, რომ ედაევის გავსად გადავიდეს მარჯვენა ფეხზე და X-guard-ში ყავს ორხანს. ეგრეთ წოდებული X-guard-ით წევს. აქედან საშუალება აქვს, რომ ან ზურგზდეს დიო, ან მოცელო, ან ფეხზე შეუტიო. ეხა კარგავს პოზიციას, იმიტომ რომ დაკარგა ფეხებით კონტროლი ორხანმა და პოტენციურად ეხა შეიძლება კიმურას შეუტიოს, ან გილოტინას შეუტიოს რომამ. ეძებს ორხანი ფეხს, თუმცა კისერსაც ყურადღება უნდა მიაქციოს. მეტნაკლებად უსაფრთხოდ არის ახლა ამ ეტაპზე, არა აქვს კარგი გრიფი. კარგი პოზიცია ჩოშუს რომ შეუტიოს, მუხლები ახლოს აქვს ორხანს და თუ შეეცდება გადასვლას მაუნდზე, საკმაოდ მარტივად დაბლოკავს და კუთხესაც ნუ საით კონტროლიდანაც ბუნებრივია შესაძლებელია გილოტინის შესრულება, მაგრამ კუთხეს ვერ აძლევს ჯერჯერობით. აი ზუსტად ის მოხდა, რაც უარაუდეთ და იბრუნებს გარდს ახიმოვი. აქვს შანსი ისე რომ ფეხზე შეუტიოს, სინგლექსში შეითრიოს. ეს არის ეგრეთ წოდებული სინგლექს პოზიცია. ნახოთ გადავა თუ არა რიბზე, გადადის და ხიფუქზე უტევს და საპასუხოდ პასუხობს ჩოჩიშვილი. ინსაიდ ჰუკით. ერთ ერთმა ვერ მოახერხა ილეთის დასრულება. ფულგარი დაიბრუნა ეხა რახიმოვმა და ამით დააწყნარებს სიტუაციას და სავარაუდოდ
overtime-ში გადავალთ, სადაც გადაწყდება ყველაფერი. საინტერესოა ვის მიანიჭებენ უპირატესობას პოზიციურად. ჩოჩიშუს ჰქონდა უპირატესობა საბმიშენების შეტევების ჰქონდა, მაგრამ გამოსაშ შეტევების ჰქონდა ასევე რახიმოვს. სამბიშენი არ გვაქვს, დავალოთ საჯებს. საჯების განყოფილებით უპირატესობა მიიღო ორხან რახიმოვმა. მაინც უპირატესობას გამას ძირითადად შეტევები იღებს და ორხან რახიმოვი შეგვიძლია შანსი რომ შეუტიოს ახლა და დაასრულოს ეზოლა სამიშენი თუ არა და ორივე გავარდებიან, მაგრამ Warriors დარჩება შემთხვევაში მხოლოდ ყველა შემთხვევაში მხოლოდ დარჩება ერთი მონაწილე, ხოლო გიმნაზიას მინიმუმ 2. გადაატრიალა ახლა კერძე ფუცალზე და დაკარგა პოზიცია. ისევ არ გვაქვს საბიშენი და ორივე მებრძოლი ტოვებს გამასპით. ახლა პირველი გიმნაზია უნდა გამოიყვანოს და გამოდის გუნდის კაპიტანი პაվել. გუნდის კაპიტანი გამოდის. საიცევი. მას დაუპირისპირდება ბოლო მონაწილე Warriors-იდან ლერი ბირცხელიანი. ზაიცევი, ყავისფერი კამარი საკმაოდ გამოცდილი ლერი ბირცხელიანის წინააღმდეგ. აი შანსი აქვს რომ სამკუთხედი შეუკრას ზაიცევმა ან ანბარზე შეუტიოს, მაგრამ კარგ ზეწოლას ადებს ხა ამ ეტაპზე ლერი და არ აძლევს საშუალებას რომ ფეხები კარგად შეიტანოს. ზაიცევს უწევს რომ დაბრუნდეს გარჩი. და სივრცეს არ აძლევს ხა ბირცხელიანი MMA სტილი არის, ამიტომაც გახსნა გარდი ზაიცევმა ბატერფლაიში ცდილობს რომ შევიდეს, ეგრეთ წოდებულ ბატერფლაი გარდში, აი ფეხები ჰუკებად რო აქვს და აქედან შეეცდება რომ აწიოს აი ხა half butterfly არის ეგრეთ წოდებული, ამით შეეცდება აწიოს მარცხენა ფეხით და სავარაუდოდ შეუტიოს უკვე ან მეორე ფეხზე, ან იგივე ფეხზეც არის შესაძლებელი შეტევა, გააჩნია რას გეგმავს. აქვს კარგი შეტევების და კეიგარდი ცდილობს რომ გადაეხა შეეცდება რომ მარჯვენა ფეხი გადაატაროს, ეხა მეორე ფეხს შეუძლია შეუტიოს რეალურად, მაგრამ ისე რჩება იგივე ფეხზე. ეხა ესტიმალოკის თელობა აქვს ეხა ლერის, მაგრამ ცოტათი ანუ უფრო უნდა გააშლევინოს ამ შემთხვევაში ფეხები და დანებდა ეხა ჰილჰუკით უპასუხა ფეხები ძალიან კაპიტნის გამარჯვება. ყურადღებას დატოვა ლერი და მოუტანა გუნდ გამარჯვება საბოლოოდ. კოჩიეტი და არ ვიცი
კარგად არჩანა, მე მგონი ჰიუჰუკი იყო. ზოგადად ჰიუჰუკი ძალიან ხშირად მოხსნეს ხოლმე და ნუ ბუნებრივია კოჩსა და მუხ შორის ჯობია რომ ერთად შემთხვევაში კოჩი დაიზიანო. უფრო ადვილი ტრავმა არის. ამითი გუნდური შეჯიბის დასრულებულია და გამარჯვებული არის გიმნაზია. აპლოდისმენტები ლერიფის ხელია. არაფერი არ არის და მალე შეძლებს ფორმის აღდგენას. ხელმძღვანელ საღამოს გამარჯვებულია და გამაგრებლინგში დაუმარცხებელ გუნდად რჩება გიმნაზია. გავაცილოთ 2-2 წარმომადგენლები. Pavel, congrats. Great win. You won. You stay undefeated. How satisfied you are with your performance? Pavel's კითხერო დაუმარცხებელი გუნდი არის ახლა გიმნაზია. რამდენად კმაყოფილი არის თავის შეგირდების პერფორმანსით? First of all, hello everyone, hello Gamma fans, hello Gymnasia people, thank you all for coming, thank you for supporting and watching Georgian grappling scene. First of all, I want to say thanks to our opponents. They appear to be very tough, very hard, especially some of them were surprisingly tough. I would recommend them to start competing in Jiu-Jitsu. They would get huge success with some rules understanding and stuff. Other than that, I'm pretty satisfied with the team's performance. It was basically just as planned. One of our teammates, Lasha, was not able to compete today, but it's good for us because he actually had high fever, 38. But unlike some of the potential participants of this tournament, he didn't how do you say this? Backed away and canceled the fight. He's here, even with the fever. So, second, I want to say thanks to my team. Of course, thank you, MD, for coming, for supporting, finding two beautiful submissions today. I think after this Gamma, my message would be just for more teams to try to compete on the scene. As you can see, it's a separate sport with its own specifics. As you can see, for example, takedowns or slams mean nothing in this rule set, but submissions actually do stuff, So if you guys are doing any sport which involves submissions, whether it be judo, sambo, MMA, whatever, Sainda, come compete, try it, and just learn the rules well before trying, and that's it. Other than that, thank you one more time to our team Gymnasia, to our beautiful gym and management. They are supporting us with everything you can imagine. So bright future ahead, and thank you for watching. Pavel გვითხა რომ ძალიან კმაყოფილი არის თავის გუნდით, მოეწონა მის შეგირდების გამოსვლა, პატივს სცემს Warriors წარმომადგენლებს, შესანიშნავი გამოსვლა ქონათ მათაც და მოუწოდებს ყველას რომ დაიწყონ ჯიu-jitsu-ში ვარჯიში. ახლა კი დავამშვიდობოთ გამარჯვებული და დაუმარცხებელი გუნდი გიმნაზია. ახლა კი გადავდივართ ამ საღამოს სუპერ ფაითებზე.
და პირველად გამა პიტჩში გამოვლენ მანდილოსნები. მივესალმოთ პირველი მებრძოლი ანასტასია ნოვიკოვა. ანასტასიას კი დაუპირისპირდება ერთხელ უკვე ნაყოფი გამა გრეპლინგში, თუმცა არა გამა სპიდზე. მივესალმოთ მარია ბასკო. ეს მატჩი არის ისტორიული პირველი ქალთა შეჯიბრი გამას პიტჩი. ბასკომი საკმაოდ გამოცდილი არის, ბევრ ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული, ბევრ დარბაზში აქვს ნაوارჯიშები. სოფლიოს გარშემო და ეხლა ძალიან მარტივად გაცდა ეხლა გარც ნოვიკოვასი და ზურგს იღებს. რა ვიცი, მე ჩემ მოსაზრებას გეტყვით, რომ ის დიდი ფავორიტია ეხლა ამ ასე ვთქვათ მატჩში. ხელის იზოლირებაზე მუშაობს და თუ მოახერხა წარმატებულად რომ ხელი ნოვიკოვას მარცხენა ხელი იზოლირების შანსი მიეცემა რომ დაასრულოს უკვე ან ეწოდებულ rear neck choke-ით ან სხვა შეტევებით უკვე ბევრ ოფციას აძლევს ეს ყველაფერი. თუმცა ჯერჯერობით არ ეპოება ყველაფერს ნოვიკოვა და კარგად იცავს, შესაბამისად უწევს ბასკომს რომ ეწოდებული readjustment-ი გააკეთოს, ანუ პოზიცია გააუმჯობესოს და ეხლა სამკუთხედი კაი პლაცდარმი არის ხა რომ შეკრას სამკუთხედი. აი მარცხენა ფეხს გადაიტანს და შეკრავს დიდი ალბათობით სამკუთხედს ბასკომი. აი კარგად შეეცადა თავის დაცვა, ანუ კვანძის მხარეს გადატრიალდა ნოვიკოვა, მაგრამ სამკუთხედი მაინც შეკრული არის. ხელიც საკმაოდ ცუდად არის. ეხლა ნახოთ. აი ტრადიციულ სამკუთხედზე გადავიდა ეხლა გარდიდან და ნახოთ ეხლა რამდენ ხანს გასტანს ნოვიკოვა. ხა ხელზე შეუტევს. გაგუდით ვერ გუდავს ჯერჯერობით. ეს ვერ უხსნის ახლა. საღრმა არის საკმაოდ სამკუთხედი. კარგად უძლებს ახლა საკმაოდ ნოვიკოვამ ყველაფერს. მაგრამ როგორც შეს აქვს რაღაც სივრცე. ხელი გაუშალა, თუმცა კუთხე ვერ მიცა ბასკომმა. აქ შეიძლება კაი იყოს, რომ ხო აი დანებდა ტრადიციულ არბაზე გადასულიყო, მაგრამ აღარ დაჭირდა. გასწორდა ხელი და დანებდა ანასტასია ნოვიკოვა. ამ ბრძოლაში არმბარი
გამარჯვებულია მარია ბასკო. გავაცილოთ ანასტასია ნოვიკოვა. Maria, first of all, congrats, great win. You catch her in submission too fast, but couldn't finish for a long time. What was going through your mind? Maria's კითხე რომ ძალიან სწრაფად დაიჭირა მან ანასტასია სამკუთხედში დიდი ხანი ვერ აფინიშება და რა ხდებოდა მის გონებაში ამ დროს? She's really strong. That's all. Yes. How did you like the beat, the Gamma beat? Nice, it's pretty. Do you have anyone in your mind to compete or just anybody? We need to get more girls on this mat. I want more upper belt girls and they can fight me. Maria სურს რომ გოგოები მეტი იყოს გამასპინძე და ნებისმიერ თან მზადა ჰეჯიბროებისთვის. გავაცილოთ გამარჯვებული მარია ბასკომი. ახლა კი მეგობრებო გადავდივართ ჩვენს main event-ზე. Gamma Grappling-ის მაყურებლებისთვის საკმაოდ ცნობილი და ერთ-ერთი ვეტერანი მებრძოლი გამაში La Samurai და Black Eagle BJJ-ის წარმომადგენელი ელგუჯა ნავროზაშვილი. ხო დღეს ელგუჯას დაუპირისპირდება ასევე ძალიან გამოცდილი მოჭიდავე ლეგიონ BJJ-ის წარმომადგენელი სანდრო მესველიანი. კიდევ ერთი საინტერესო მატჩი, main event-ი ამჯერად უკვე შეახტა ეხა შეტევაზე პირდაპირ სანდრო გარდი გაჭიმა, მაგრამ მარტო გარდი არ გაჭიმა, შეტევებით სადა, ორი შეტევა ჰქონდა, თუმცა ნავროზაშვილმა მარტივად დაიცვა. ისერს ეძებს ახლა ნავროზაშვილი სანდრო წამოждარია შეეცდება რომ წამოждდეს და ახლა კარნახომე რომ გარჩი არ შეყვება მაგრამ მოუწია შესვლა მაინც მეშველიანს შესაბამისად ახლა მუშაობა მოუწევს რომ გახსნას გარდი და გაცდეს სანდრო საკმაოდ ტექნიკური არის, ძალიან კაი დაცვა აქვს, კაი ფასინგი აქვს. გადაატრიალა ეხლა კიმურათი, სანდრო. ნავროზაშვილმა ხელი სამკუთხედზე უტევს ახლა ნავროზაშვილი მაგრამ კარგად ჩაუტრიალდა ახლა სანდრო მოუწია დანებება ახლა სანდროს საკმაოდ არასტანდარტული პოზიციიდან მაინც მოახერხა რომ ზეწოლა დაედო ნავროზაშვილს
ამ ბრძოლაში first choke-ით გამარჯვებულია ელგუჯარ ნავრაზაშვილი. გავაცილოთ სანდრო მეშოლიანი გამას მიყიდან აპლოდისმენტები. ელგუჯა გილოცავ გამარჯვებას. ყველამ ვიცით რომ შენ იყავი საკმაოდ მძიმე ანდერდოგი. შეიძლება ითქვას რომ ბევრი არ ელოდებოდა შენ გამარჯვებას. რამდენად კმაყოფილი ხარ შენი გამოსვლით გითხარი. პირველ რიგში მოგესალმებით ყველა აქ მოსულ ხალხს, დამწყე საზოგადოებას, მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა ლუკა შენ, იმიტომ რომ ვიცი შენი ხელი ურევია ამ მეჩაპში და ბუკმეიკერებს რა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ნახე რამხელა ანდერდოგიც ვიყავი, high level motivation-ი რა, ძალიან მაგრები ხარ და ეგრე გააგრძელეთ რა. სხვა კიდე რა, უღრმესი მადლობა ჩემ ნერს, ძალიან ბევრს შრება ჩვენთვის და ყველასთვის ვაფშე ჩვენი ბავშვებისთვის და ანუ ყველა მხრივ განვითარდი და ფეხი, მაღლა, ზემო, დავლა, მადლობა ამიკო რა, ჯიგარი ხარ. გადასარავი პერფორმანსი იყო, კიდევ სურსტუა სუპერფაითი და თუ ყავს ვინმე, თავში ვისთანაც გინდა გამოსცადო გამას პიტი. რავი, ჭიდაობა მიყვარს, იმიტომ რომ აქამდენი ხანი ეგრე კონკრეტულად სახელებს ჯერ არ დავიწყებ, იმიტომ რომ სულ ორი მოგება მაქვს ზედიზედ რა და მე ვნახოთ რა, ვისაც შემოვთავაზებთ, გადავხარშავთ ჩემი მწვრთნელი და გადავწყვეტავთ ვიჭიდავებთ თუ არა. მადლობა გამას. გავაცილოთ შესანიშნავი გამარჯვება ელგუჯა ნავროზაშვილი. მიულოცოთ ნავროზაშვილს. ბუკმეიკერები თუ კმაყოფილო ეს იყო, მაგრამ ხელოვნელი საღამო წინვალე გამოვიდა. ხვალ კი ისევ აქ გამა ფაითოლში დაელოდეთ მუშტიკრივის საღამო გამავოჩმენი. ნახვამდის. მაგრამ სანდროს ნამდვილად მეტი შეუულია დღეს რატომღაც ვერ აჩვენა ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო საღამო ვიხილეთ, საინტერესო ბრძოლებით, საინტერესო ფინიშებით, მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.